მოგბძანდი. კატო, ლამაზო, მშვენიერო. როგორ ახარ? კარგი. თქვენ როგორ ხართ? შესანიშნავად. შენ საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით სოციალური ქსელები გიცნობენ, უყვარ ხარ სიმღერით და ცეკვით ასევე. ფოთაშორის, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი და ფიქრობდი, რა პროფესია უნდა ამერჩია, მინდოდა რომ ჩემი მომავალი ისეთი ყოფილიყო, რომ არასდროს არ შეწყვეტილიყო, ასე ვთქვათ, ჩემი კონტაქტი აი ამ ორ სფეროსთან. რა პროფესია აირჩიე? ფსიქოლოგია ავირჩიე, ძალიან მაინტერესებდა მთელი ცხოვრება. ადამიანების დაკვირვება, ადამიანების შეცნობა, გაცნობა სულ გაინტერესებდა? კი, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს ბავშვობიდან. რომელი ხმა ხარ შენ? სხვათა შორის ჩვენს ტრიოში მომწონს ძალიან ის, რომ ვცდილობთ სულ გადავცვალოთ ხოლმე უნივერსალურები ხართ? თვლი ძალიან გამიმართლა. იმიტომ რომ ტრიოში ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. ზოგადად სიტყვა კონკურსი ძალიან მაშინებდა ყოველთვის და პირველია ეს? პირველია ჩემთვის. ცეკვაზეც გითხარი? სუხიშვილებში ხარ? პირველივე დღიდან მოვიწამლე მართლა და იმ დღის მერე არ შემიწყვეტავს არც ერთი დღით ცეკვის სიყვარული. ვთვლი რომ, რა ვიცი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პერიოდი სუხიშვილებს უკავშირდება. რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში, შიგნით, შენს არსებობაში, ღმერთს და სარწმუნოებას და როგორ დაუკავშირდი? აი, პატარაობიდან დღემდე არც ერთი კვირა დღე წირვაზე არ ყოფილა ერთნაირი. ყოველთვის იყო განსხვავებული. ღვთის სიყვარული არის ყველაზე ძვირფასი ალბათ, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს დღევანდელ დღეს და ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი თავისუფლება. კარგი ფიქრია გავლობაზე. ახლო მომავალში მინდა რომ ეს ოცნება ავისრულო.